ეთერშია ქრონიკა 9 საათზე. სავარაუდოდ დღეს იმშელებს სასამართლო ჯაშუშობისთვის დაკავებული გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. როგორც ადვოკატი ამბობს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებული დუმილს ირჩევს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. უძილაურის უფლებადამცველი საქმის მასალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობდა და გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. საქმეს საიდუმლო სტატუსი მიენიჭა. გიორგი უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. გაირკვა, რომ ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისთვის მუშაობდა, აგროვებდა ინფორმაციას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა. ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმეს აქვს გრიფი სრულიად საიდუმლო და საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებას. პროკურატურაში გამოკითხეს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილის საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდოდ თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული. დღესვე იგეგმება როგავას გამოკითხვაც. არსებული ინფორმაციით პროცესი ონლაინ ფორმატით წარიმართება. პროკურატურაში განმარტავენ, რომ 2024 წლის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს. ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ძალადობაში მონაწილეთა იდენტიფიცირების მიზნით. დავუსახელე ის პირი, რომელიც შესაძლოა იყოს გურამ როგავაზე თავდამსხმელი, ამის შემდეგ დაველოდები გამოძიებას. გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოებასთან ერთად მოსაყდრე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებსა და ეკლესიის ღია კრიტიკას ქართული ოცნების წევრები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმას უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ დაინტერესებული ჯგუფები ვერც ამჯერად მოახერხებენ მისი რეპუტაციის შელახვას. უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, რომ ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომელიც შემდგომში იმ პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია ყველამ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით სამღვდელოების წარმომადგენლებმა და რა თქმა უნდა იმ აგრესიულმა პოლიტიკურმა ძალებმა პატივი უნდა სცენ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას, მის სურვილს, რომ ეკლესია იყოს ძლიერი და გაგრძელდეს ის აღმშენებლობა, რომელიც მის პერიოდში დაიწყო. ცალკეული სასულიერო პირები იმაზე მეტს იღებენ თავის თავზე, ვიდრე ეს ეკადრებათ. ჩვენ ღვათ ვარ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე ზოგადად იქნება მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, იქნება საუკეთესო, როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის. როდესაც კეთდება შესაბამისი ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ ესეც არის სამწუხაროდ ვიმეორებ მორიგი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს რაიმე ტიპის თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო ზარზე ელაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი ლაივში. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება და ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმის ჩარჩოში დაბრუნების გზებზე იმსჯელებენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებით საქართველოს პოზიციასა და მიდგომაში არაფერი შეცვლილა. ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით განიხილეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზზე გაესვა დიალოგის მნიშვნელობასა და ამ მხრივ შემდგომ ნაბიჯებს. ამ თემაზე ანდრეი სიბიგამ განაცხადება პლატფორმა X-ს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საუბრისას აღენიშნა ქვეყნებს შორის არსებული კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმდნენ ორმხრივ ინტერესებზე. ასევე დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივ თანამშრომლობაში წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნებისთვის. გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას. საუბარს მართლაც არის საკითხები, რომელიც დაგროვილია დღის წესრიგში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოდით ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გადავდოთ გვერდით. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე, ეს რა თქმა უნდა უკვე შეიძლება
განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, იყოს უკრაინული მხარისგან სწორად გაგებული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში. ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხზე ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში მე-13 გადაწყვეტილება მიიღო, რაც აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და განაგრძობს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. გადაწყვეტილებაში წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა 2023 წლის 16-17 მაისის მეოთხე ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლების სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება. დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. პლატფორმის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. სამიტი მონტენეგროში 2 დღე გაგრძელდება. ამ ფორმატს ჩვენ გამოვიყენებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ, ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმდინარე საკითხებზე ვისაუბროთ, რა დღეს ხდება რეგიონში. დღეს რეგიონს აქვს ძალიან დიდი გამოწვევები და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაში, ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ის გამოწვევები და პრობლემები, რაც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას, მაქსიმალურად იქნეს ეფექტიანად გადაჭრილი. თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი დაიწყო. საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქრივიშვილს დაგეგმილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრი თანათავმჯდომარის რანგში საქართველოს-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება. შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა განუმარტა ქრონიკას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგური მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს რეგიონში ძლიერი, ეფექტიანი და სტაბილური პარტნიორი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რათა ქვეყანა გაორმაგებულ ტვირთბრუნვას მომზადებული დახვდეს და რეგიონში სანდო პარტნიორის რეპუტაცია განემტკიცოს. ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულია. სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებასა და ტაღლმტეხის პროექტირება მშენებლობაზე ევროპული ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია მუშაობს. უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება. ჩვენ ვაშენებთ 1380 მეტრის ტაღმჭრელს და ასევე ვაღრმავებთ აუზს 16-დან 18 მეტრამდე იმისათვის, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები და შესაბამისად მოემსახუროს როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი შუა დერეფნის კონტექსტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგური არის, ასე ვთქვათ, კარიბჭე, როგორც საქართველოს ტვირთბრუნვისთვის, ასევე რეგიონის ტვირთბრუნვისთვის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ძალისხმევას არიშურებს, რომ შუა დერეფანში იყოს წამყვანი, სტაბილური, სწრაფი და ეფექტური პარტნიორი. ამ მიმართულებით ჩვენ ვავითარებთ როგორც საზღვაო ინფრასტრუქტურას, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ დაკავშირებადობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით მოხდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ვიყოთ სანდო და ეფექტური პარტნიორი.
როგორი იქნება თბილისი დაუნთაუნი? ამერიკული გამოცემები Forbes-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზს აქვეყნებენ. სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება $2 მილიარდ შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს Trump Tower თბილისი იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალ ფართო მასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის. თბილისი Trump Tower-ის პროექტის პირველი ესკიზი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში აშენდება, ასევე ახალი დეტალები გაცილებით მასშტაბური პროექტის თბილისი დაუნთაუნის შესახებ, რომლის ღირებულებაც $2 მილიარდ შეადგენს. პროექტის ესკიზში ჩანს ცათამბჯენი, რომლის თავზეც ოქროს ასოებით არის ტრამპის სახელი გამოსახული. თბილისი დაუნთაუნის კომპლექსი 6 ნაგებობისგან შედგება, რომლის ცენტრალური შენობა Trump Tower-ი თბილისი იქნება. 600,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ კომპლექსში პანორამული ხედებით ცენტრალურ პარკზე განთავსებული იქნება ბიზნეს ცენტრები, ლუქს კლასის მაღაზიები, ლუქს ტიპის სასტუმრო, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. პროექტის ჩამური ღირებულება $2 მილიარდ შეადგენს. დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. Trump Tower თბილისი 70 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა იქნება, ხედებით ქალაქის ცენტრალურ პარკზე. ეს იქნება ნაწილი მასშტაბური პროექტის Downtown თბილისის, რომლის ღირებულებაც $2 მილიარდი. ის მოიცავს მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კომერციულ ობიექტებს. Trump Organization-ის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში. კომპანია პროექტს სხვა დეველოპერულ ფირმებთან ერთად ახორციელებს. ილია თოფურია UFC-ის სხვა მებრძოლებთან ერთად თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 251 წლის თავს მიეძღვნება. ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება. ილია თოფურია, რომელზეც ამბობენ, რომ მასზე ძლიერი არავინ არსებობს, ის ძალიან განსაკუთრებულია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა ჩავატაროთ ყველაზე დიდი ღონისძიება სპორტის ისტორიაში. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ღმერთს, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა და მოგცა შესაძლებლობა გამოგვეცა და თუ როგორი გრძნობა ოვალურ ოფისში ყოფნა. ეს დიდებული იქნება, მადლობას გიხდით. არასდროს მეგონა ასეთი კეთილი თუ იქნებოდით. ხო, უბრალოდ ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ. თავს კარგად გრძნობ? ძალიან კარგად. მოგების რა შანსები გაქვს? 100%-იანი რწმენა მაქვს და აქ ამიტომაც ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს მოწინააღმდეგესაც იგივე რწმენა აქვს, ასე რომ შესანიშნავი ჩხუბი იქნება. UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს ამერიკაში საქართველოს საელჩოშიც უმასპინძლეს. ჩვენს სახელოვან მებრძოლს გადავეცით ძველ კოლხური ქამრის ბალთა, რომელიც გვჯერა, რომ მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება, წერს ელჩი თამარ ტალიაშვილის სოციალურ ქსელში. ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ალექსანდრე თოფურიაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად ჩუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულ მარეთობას დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას მარეთობა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დააჯილდოვეს საპატიო მარეთელები და წარჩინებული მოსწავლეები. გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, გამოიფინა ადგილობრივი კულტურისა და მერეთის ხეობის ისტორიის ამსახველი ფოტოებიც. ხელისუფლების წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. უხუცესები, ახალგაზრდები აგრძელებენ დიდ ტრადიციას, რომელიც საფუძველი ჩაიყარა 20 წელზე მეტია და დღეს ვხედავთ, ამდენად მნიშვნელოვანია სახალხო დღესასწაულების ერთად აღნიშვნა, ხალხის ერთობა, უწყვეტი კავშირი, წარსული და მომავალი. და რა თქმა უნდა, ჩვენი მთის განვითარება. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. წმინდა გიორგი არის საქართველოს მფარველი და წმინდა გიორგის მფარველობით დარწმუნებული ვართ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, განვითარება, გაძლიერება და რომ წარმატებები უსურვო ამ კუთხეს, აჭარას და სრულიად საქართველოს. ამ 2 წლის განმავლობაში ეს დღესასწაული ნამდვილად ტრადიციულ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. უამრავი სტუმარი არის, მე მინდა მიულოცო თითოეულ მარეთელს, თითოეულ სტუმარს დღევანდელი დღე.
CESCO-სა და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმამისა და სწავლების ცენტრის პროექტი ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი დასრულდა. თბილისის 221 საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება CESCO-ს თავმჯდომარებდა სწავლების ცენტრის დირექტორმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს სკოლის საარჩევნო ამბასადორის სტატუსი მიენიჭათ. საპილოტო პროექტში დედაქალაქის მასშტაბით 50 საჯარო სკოლის 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საპილოტო რეჟიმში განათლების სამინისტროსთან პარტნიორობით დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნოვაციური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის შედეგებიც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ეს პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება სხვადასხვა სკოლებში. პროექტი საპილოტო ფაზაში განხორციელდა, მოიცვა თბილისის 50 საჯარო სკოლა და 900-მდე უკვე გადამზადებული საარჩევნო ამბასადორი, მზად არის იმისათვის, რომ გაუზიაროს მიღებული ცოდნა არჩევნებთან დაკავშირებით თანატოლებს. ეს პროექტი ძალიან საინტერესო იყო და მარტივად გადმოვაწოდა ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შემეცეთ მომავალში ძალიან გამომადგება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ კართუბანში სანიაღვრე არხების მშენებლობას ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხები გზის ორივე მხარეს გაკეთდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 604,000 ლარია. გზის ორივე მხარეს ეწყობა სანიაღვრე არხები, მოწესრიგდება ეზოების შესასვლელები, საერთო სიგრძე 2 კმ/ნახევარს აღემატება, პროექტის ღირებულება 604,000 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ამდენი იწვიმებდა, იმდენი გადმოდიოდა წყლები ქუჩაში, სახლებში და ვიტბორებოდით მოსახლეობა, ეხლა ყველაფერი კარგად გაკეთდა. ქრონიკა ამ დროისთვის დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით 10 საათზე.